1959 წლის დასაწყისში მოლაშქრეთა ჯგუფმა გადაწყვიტა მოეწყო ექსპედიცია საბჭოთა კავშირის დასავლეთით, მთიან რეგიონში. ჯგუფი შედგებოდა 9 გამოცდილი მამაკაცისა და ქალისგან, რომლებიც კარგად იცნობდნენ ციმბირის ველურ ბუნებას, იმ კაცს გარემოს, რომელიც თავისი სირთულით კიდევ უფრო ერთხელ უსვამს ხაზს ადამიანის ორგანიზმის წინასწარ განსაზღვრულ ანტანობას. თუმცა ეს თავგადასავალი მათთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. კრიმინალური გამოძიების ფოტოებისა და დღიურების მიხედვით, საქმე ნახევარ საუკუნეზე მეტია გაუხსნელი რჩება. ეს არის დიატლოვის უღელტეხილის ისტორია. 1959 წლის 23 იანვრის ადრიან დილას 10 ადამიანისგან შემდგარი მოთხილამურეთა და მოლაშქრეთა გუნდი მატარებელში ავიდა, რომელიც საბჭოთა კავშირის შუაგულში, ურალის მთებისკენ მიემართებოდა. ჯგუფში 8 მამაკაცი და 2 ქალი იყო, მათგან ერთ-ერთი იყო ლიდერი, იგორი დიატლოვი. როდესაც მატარებელი ნელა მიიწევდა ციმბირის ტაიგის სიღრმეში, სადაც ბუნება თავისი დიდებულებით არის წარმოდგენილი, ჯგუფის დღიურში ბოლო ჩანაწერი გაკეთდა. ნეტა რა გველდება ამ ლაშქრობაში. მოხდება რამე ახალი. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ჯგუფი სხვადასხვა ტრანსპორტით გადაადგილდებოდა, ჯერ ავტობუსით, შემდეგ სატვირთოთი, შემდეგ ცხენშებმული ციგით და საბოლოოდ გზა ფეხითა და თხილამურებით განაგრძეს. 23 იანვარს ერთ-ერთი მოლაშქრე, იური იუდინი, შეუძლოდ გახდა და გადაწყვიტა უკან დაბრუნებულიყო, ხოლო დანარჩენი 9 წევრი გზას გეგმისამებრ გაუღვა. შემორჩენილი ფოტოები სწორედ მათ გაყოფამდე გადაღებული და ეს იყო ბოლო შემთხვევა, როდესაც მან თავისი მეგობრები ცოცხალი ნახა. ჯგუფმა განაგრძო ექსპედიცია თოვლით დაფარულ უკაცრიელ მხარეში. ისინი ყველაფერს აღწერდნენ დღიურებში და იყენებდნენ რამდენიმე ფოტოაპარატს. ნაპოვნი ფოტოები და ჩანაწერები მოწმობს, რომ ლაშქრობა გეგმისამებრ მიმდინარეობდა, ყოველგვარი გაუთვალისწინებელი გართულებების გარეშე. მხოლოდ ბევრი თოვლი, მწარე ყინვა და სულ უფრო რთული რელიეფი ხვდებოდათ. 1 თებერვალს მათ მიაღწიეს მთის ძირს, რომელსაც ადგილობრივი მასიელები მკვდარ მთას უწოდებენ. ის დიდი ნაწილი ფერდობზე ახლოს მონდომებს და საბოლოოდ გადაწყვიტეს ბანაკი მწვერვალიდან სულ რაღაც რამდენიმე ასეულ მეტრში მოეწყოთ. ეს არის აპარატებიდან ამოღებული ბოლო ფოტოები, ხოლო ბოლო ჩანაწერის ბოლო წინადადება ასე იკითხება. ძნელი წარმოსადგენია ასეთი კომფორტი ქედზე, როდესაც ქარი გაუჩერებლად ყმუის და დაუსახლებელი პუნქტებიდან ასეულობით კილომეტრით ხარ დაშორებული. რამდენიმე კვირის შემდეგ ახლობლებმა ნერვიულობა დაიწყეს. იგორისგან და ჯგუფის სხვა წევრებისგან არანაირი ამბავი არ ისმოდა. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ მათ საძებნელად მოხალისეთა გუნდი გაემართა. 26 თებერვალს სამძებრო ჯგუფმა ფერდობზე ბანაკს მიაგნო. შორედანაც აშკარად ჩანდა, რომ იქ რაღაც საშინელება იყო ამხდარი. გარავი არეული და თოვლის თხელი ფენით დაფარული დახვდათ. მოლაშქრეთა ნივთები და აღჭურვილობა კარავში მოწესრიგებულად ეწყო, თუმცა თავად კარავი შიგნიდან დანით იყო გაჭრილი. მომდევნო დღეს 9 წყვილი ნაფეხური საძიებო ჯგუფს ფერდობზე ახლომდებარე ტყისკენ გაუძღვა. იმის გათვალისწინებით, რომ ნაკვალევი თოვში საკმაოდ მცირე სიღრმეზე იყო დარჩენილი, ივარაუდება, რომ ისინი ფერდობზე მშვიდად და ორგანიზებულად დაეშვნენ და არა პანიკური სირბილით. ნაკვალევის მიყოლა კარვიდან დაახლოებით 9 კილომეტრის მანძილზე იყო შესაძლებელი, სანამ კვალი თოვლით მთლიანად არ დაიფარა. მათ განაგრძეს ძებნა ნაკვალევის მიმართულებით და დიდი კედრის ხის ქვეშ ტყის პირას იმპროვიზებული კუცონის ნაშთებთან მაშველებმა იური დოროშენკოსა და იური კრივონიშჩენკოს გაყინული სხეულები იპოვეს. 9 მოლაშქრის ცხედრის პოვნას 2 თვე დასჭირდა. პირველი 2 მათგანი უკიდურესად თხლად იყო შემოსილი. ქურთუკების, შარლების, ხელათმანების, ქუდებისა და ჩექმების გარეშე, რაც სრულიად შეუსაბამოა იმ კაცრი კლიმატისთვის, რომელიც ამ რეგიონში სუფევს. მათ მხოლოდ თხელი პერანგები, ქვედა საცვლები და წინდები ეცვათ. მათი გარდაცვალების მომენტში ტემპერატურა დაახლოებით -30 გრადუსი იქნებოდა. კედრის ხეს დაზიანების ნიშნები ეტყობოდა. თითქოს ვიღაც მასზე ასვლას ცდილობდა, რადგან ტოტები 5 მეტრის სიმაღლეზე იყო დამტვრეული. შესაძლოა ისინი უკუნით სიბნელეში კარვის ადგილმდებარეობის დადგენას ცდილობდნენ, ან იქნებ ვინმეს ან რაღაცას ემალებოდნენ. შემდეგ ის 3 მოლაშქრემ კარავსა და ხეს შორის სხვადასხვა მანძილზე თოვლის თხელი ფენის ქვეშ იპოვეს. ისინი წინ ორზე უკეთ იყვნენ ჩაცმულნი, თუმცა მაინც აკლდათ ისეთი აუცილებელი ნივთები, როგორიცაა ჩექმები, ქუდები და ხელთათმანები. სამივე კარვის მიმართულებით იყო პირით შემოbrunებული. თითქოს სიკვდილის მომენტში უკან დაბრუნებას ლამავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მათგანს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა, 5-ვე ჰიპოთერმიით გაყინვით გარდაიცვალა. აღსანიშნავია ისიც, რომ 4 მათგანი დაღუპვისას ნასო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ბოლო 4 მოლაშქრე პატარა ბორცვის ძირში 3 მეტრის სისქის თოვლის ქვეშ იპოვეს. ხიდან 75 მეტრის დაშორებით, კარვის საპირისპირო მიმართულებით. 3 მათგანს სასიკვდილო დაზიანებები ჰქონდა.
ერთ თავის ქალაქ ქონა გადახილი, ორს კი ნეკნები მრავალ ადგილას დამტვრეული და ძლიერი შინაგანი სისხლდენა აღენიშნებოდათ. სამედიცინო ექსპერტმა ჩათვალა, რომ ეს ტრავმები ვარდნის შედეგი იყო და ის ავტოკატასტროფას შეადარა. ასევე დადგინდა, რომ დაზიანებები მათ სიცოცხლეშივე მიიღეს და გამორიცხული იყო, რომ ისინი სხვა ადამიანს მიეყენებინა. ორ მათგანს თვალის ბუდეები ცარიელი ჰქონდა. ერთ ქალბატონს კი ენა ეკლდა. მეოთხე სვირი ჰქონდა გადახელი და კისერი დეფორმირებული, თუმცა ისიც ჰიპოთერმიით გარდაიცვალა. ყველაზე იდუმალი კი ისაა, რომ ტანსაცმლის სამი ნაჭერი მოგვიანებით ანომალიურად რადიოაქტიური აღმოჩნდა. 22 მაისს კრიმინალური საქმე დაიხურა. მისტიკური და ბუნდოვანი დასკვნით. მთავარი გამომძიებელი ფინალურ ოკმში წერდა. სიკვდილის მიზეზი გახდა უცნობი ძალა, რომლის გადალახვაც მოლაშქრეებმა ვერ შეძლეს. ეს არ არის დამოკმაყოფილებელი პასუხი. თუ დაუშვებთ, რომ ტრაგედიასთან გალაქტიკურ იმპერიას კავშირი არ აქვს, შესაძლებელია თუ არა ამ იდუმალი დეტალების ნაკლებად ბუნდოვანი, მაგრამ სარწმუნო ახსნა. მოდით ვცადოთ. ის ფაქტი, რომ დუბინინას ენა ეკლდა, ხშირად ზედმეტად გადაჭარბებულად არის ინტერპრეტირებული. ზოგი ამბობს, რომ ის სიცოცხლეშივე მოაჭრეს ან ამოგლიჯეს, სხვები კი მიიჩნევენ, რომ ის სიკვდილის შემდეგ მტაცებლებმა მოაჭამეს. ზოგი კი ამტკიცებს, რომ ენა მოგვიანებით სულ სხვა ადგილას იპოვეს, თუმცა სამედიცინო ოქმებში წერია, პირის ღრუს, დიაფრაგმა და ენა არ არსებობს. სულ ესა, იქ არაფერია ნათქვამი მოჭრაზე, მოგლიჯაზე ან მსგავს რამეზე. რთულია ითქვას, თუ საიდან ან როგორ დაიწყო ეს ვერსიები, მაგრამ ჩანს, რომ ამ დაკარგულ ენას გადაჭარბებული მნიშვნელობა ენიჭება. მაშინ, როცა რეალურად ეს მცირე დეტალია. ყოველ შემთხვევაში სამედიცინო ექსპერტმა ეს მცირე დეტალად მიიჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში ის უფრო ვრცლად ისაუბრებდა მასზე. მაგალითად, იმავე ანგარიშის იმავე სექციაში ვკითხულობთ, თვალის ბუდეები დაცარიელებულია. თვალის კაკლები არ არის. თითქოს ესეც თანაბრად იდუმალია. სინამდვილეში არა, რადგან სამედიცინო ექსპერტი ორივე ფაქტზე იძლევა განმარტებას. თავის რბილი ქსოვილების დაზიანებები დუბინინას გვამზე სიკვდილის შემდგომი ცვლილებებია. თბობა და დაშლა, რომელიც აღმოჩენამდე ცოტა ხნის წინ წყალთან იყო შეხებაში. მან ფრჩხილებში დაამატა კიდეც თბობა და დაშლა, რათა ზუსტად განემარტა რას გულისხმობდა. ეს მხოლოდ დუბინინას არ ეხებოდა, რადგან ბოლო 4 ცხედარი დაზიანებული იყო დნობის პროცესში მყოფი თოვლის გამო. ზოგი ვინც ამტკიცებს, რომ ენა სიცოცხლეშივე ამოკვეთეს, მიუთითებს ფაქტზე, რომ მის გუჩში დაახლოებით 100 გრამის სისხლი აღმოჩნდა, მაგრამ ესეც არ არის ზუსტი ინფორმაცია. საზამართლო ექსპერტიზის შესაბამისი ნაწილი ასე ეკითხება. გუჩი შეიცავდა 100 კუბურ სანტიმეტრამდე მუქი წითელი ფერის ლორწოვან მასას. ეს არის დაახლოებით 10 სანტილიტრი რაღაც ნივთიერება, სავარაუდოდ საკვები, რომელიც შერეული იყო წითელ ნივთიერებასთან, სავარაუდოდ სისხლთან. ასე რომ ჩვენ არ ვიცით ზუსტად რამდენი სისხლი იყო მის გუჩში, მხოლოდ ის ვიცით, რომ იქ სისხლი იყო. ეს სულაც არ არის გასაკვირი იმის გათვალისწინებით, რომ მას მძლავრი შინაგანი სისხლდენა ჰქონდა. ამ საქმის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ასპექტია ისიც, რომ ორ ცხედარზე ნაპოვნი ტანსაცმლის 3 სხვადასხვა ნაჭერი რადიოაქტიური აღმოჩნდა. ეს მართლაც იდუმალად ჟღერს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ თითქმის ყველაფერი მცირედით რადიოაქტიურია. ამიტომ მეტი დეტალი გვჭირდება. რადიოლოგიური კვლევები ამტკიცებს, რომ ნორმალურ პირობებში 150 კვადრატული სანტიმეტრი ფარდობის ზედაპირზე რადიაცია არ უნდა აღემატებოდეს 5000 დაშლას წუთში, dBm-ს. მხოლოდ 3 ნივთი გასცდა და გაუტოვდა ამ ზღვას. 5000, 5600 და 9900 დაშლა წუთში. ანგარიში მოცემული ერთადერთი ახსნა ასეთია. ტანსაცმელი დაბინძურდა ატმოსფეროდან ჩამოსული რადიოაქტიური მტვერითან, ტანსაცმელი მიდრეკილი იყო დაბინძურებისკენ რადიოაქტიურ ნივთიერებებთან კონტაქტისას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ ვერ დაადგინეს ზუსტად როგორ დაბინძურდა ტანსაცმელი. თუმცა სრულიად რეალურია დავიჯეროთ, რომ ეს ბუნებრივი პროცესების შედეგი იყო, მე რომ თუ ეს მაინც არ იყო სტიქიის ბრალი, არსებობს ალტერნატიული ახსნაც. კოლევატოვი მანამდე მუშაობდა ობიექტზე, სადაც ბირთვულ მასალებს ამუშავებდნენ, ხოლო კრივონიშჩენკო მუშაობდა პლუტონიუმის წარმოებელ საიდუმლო ქარხანაში, ბირთვული იარაღისთვის. რადიოაქტიური ტანსაცმლის სამივე ნაჭერი სწორედ კოლევატოვსა და კრივონიშჩენკოს ეკუთვნოდა. მოლაშქრეების გაუჩინარების პერიოდში მრავალი წყარო ამტკიცებდა, რომ ცაში ამოუცნობი მფრინავი ობიექტები დაინახეს ღამის საზა. რამდენიმე წამით და რამდენიმე წუთამდე მოძრავი სინათლის ფეროები დააფიქსირა ბევრმა მოწმემ, მათ შორის 3 ჯარისკაცმა და 2 სხვადასხვა სამთო ჯგუფმა. ზოგიერთი მოწმე ასევე ამტკიცებდა, რომ ადგილობრივმა მანსიერებმა და გეოლოგთა ჯგუფმა მოთხოვეს ინციდენტის პერიოდში ცაზე შენიშვნული ცეცხლოვანი ბურთების შესახებ. ამოუცნობი მფრინავი ობიექტების პრობლემა ისაა, რომ ისინი დაუდგენელია და ხშირად გადამოწმებას არ ექვემდებარება. მხოლოდ ერთმა საფეხმავლო ჯგუფმა განაცხადა, რომ ნახა ამოუცნობი ობიექტი უშუალოდ ინციდენტის ღამეს. დანარჩენი შემთხვევები კი მანამდე ან შემდეგ მოხდა.
შემდეგ არის ეს ფოტო. ეს არის მოლაშქრეთა ერთ-ერთი აპარატით გადაღებული ყველაზე ბოლო კადრი. როგორც ჩანს, ეს არის შუაღამისას გადაღებული რაიმე სახის სინათლის წყარო. სამწუხაროდ, ფოტო ისეთივე გაურკვეველია, როგორც თავად ობიექტი, რომელსაც ის ასახავს. ეჭვგარეშეა, ეს შეიძლება იყოს ამოუცნო მფრინავი ობიექტი, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს სანთელი, ფანარი, ცეცხლი, ღუმელი ან ნებისმიერი სხვა რამ. თუმცა, თუ დავუშვებთ, რომ ეს არის ღამეს საზე დაფიქსირებული ობიექტი, რა შეიძლება ყოფილიყო ის? შეგვიძლია რამდენიმე ვერსია წარმოვიდგინოთ. რაკეტის ნამცხრები, ატმოსფეროში შემოსული კოსმოსური ნაგავი, ჩამორინე თვითმფრინავი ან შესაძლოა მეტეორი. არც ერთი მათგანი არ იქნებოდა გასაკვირი მის გათვალისწინებით, რომ ეს იყო საბჭოთა კავშირში ცივი ომისა და კოსმოსური რბოლის პიკში. შესაბამისად, საჰაერო აქტივობა ძალიან მაღალი იქნებოდა. იმ დროს, როდესაც კოსმოსის კვლევა ჯერ კიდევ სიახლე იყო, გასაკვირი არ არის, რომ ადამიანები ვერ ახდენდნენ იდუმალი სინათლეების იდენტიფიცირებას. მიუხედავად ამისა, ეს ობიექტი მოლაშქრეებთან ახლოს ვერ დაეშვებოდა, რადგან მას სამძებრო ჯგუფები იპოვიდნენ. ხოლო თუ ობიექტი უკვე გადანელი იყო ადგილიდან, იქ დარჩებოდა კვალი, კატასტროფის ადგილის, ნაფეხურებისა და მიწაზე სხვა აქტივობების სახით. გამომდინარე იქიდან, რომ ამაუცნო მფრინავი ობიექტისა და მოლაშქრეთა გაუჩინარების შორის აშკარა კავშირი არ არსებობს, ამ ვერსიას პრაქტიკულად ვერ დავასახელებთ. მაშინ რა მოხდა? რატომ დატოვეს კარავი? რატომ იყო ის შიგნიდან გაჭრილი? როგორ მიიღო ზოგმა ასეთი მძიმე დაზიანებები, ზოგი კი უბრალოდ სიცივეს ემსხვერპლა. ანთაც რატომ იყო ბევრი მათგანი ასე მსუბუქად ჩაცმული? ალბათ ყველაზე დიდი საიდუმლო ის არის, თუ როგორ დარჩა ეს შემთხვევა ამოხსნელი ამდენი ინფორმაციის არსებობის პირობებშიც კი. ალბათ ყველაზე სარწმუნო ახსნა ასეთი იქნებოდა. პირველ რიგში, რატომ დატოვეს მათ კარავი? ეს ჩანს ამ თავსატეხის ყველაზე მნიშვნელოვან გამოტოვებულ ნაწილად. შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი დრამ, რაც კარვის დატოვებას აიძულებდა, უნდა ყოფილიყო დაუყოვნებლივი საფრთხე კარვის შიგნით. რაიმე გარედან ყოფილიყო, მაგალითად ცხოველი ან ამოუცნო მფრინავი ობიექტი, მაშინ კარვის შიგნიდან გაჭრის მიზეზი არ იარსებებდა. ზავის ნიშნები არ ჩანდა, თუმცა შესაძლოა ისინი გაიქცნენ იმის შიშით, რომ მათგან მოგორავდა ზავი. ამ თეორიის პრობლემა ისაა, რომ ნაფეხურები მშვიდ და ორგანიზებულ დაშვებაზე მიუთითებდა და არა პანიკურ სიბილზე. ეს ნიშნავს, რომ რაღაცამ პანიკა გამოიწვია კარვის შიგნით, მაგრამ გარეთ გასვლისთანავე ისინი დამშვიდნენ და ფერდობზე დაშვება გააზრებულად გადაწყვიტეს. ახლა შეხედეთ ამ ფოტოს. მილი, რომელიც კარვის შესასვლელთან მოჩანს, შიდა ღუმელს უკავშირდება. ეს იყო სრულიად უნიკალური ხელნაკეთი კონსტრუქცია, რომელიც ჯგუფის ლიდერმა თავად ააგო. რაც კიდევ ერთხელ მიგვითითებს ადამიანის გონების უნარზე, შექმნა რთული მექანიზმები. ჩვენ ვიცით, რომ მათ გამოიყენეს ეს ღუმელი ინციდენტის ღამეს, რადგან კარავში ნაპოვნი იქნა შემძვარი ლორი და ბეკონი. შესაძლოა მას შემდეგ, რაც ღუმელი დაშალეს და გამონაბოლქვის მილი მოხსნეს, შიგნით დარჩენილი ნაკვერჩხლები შემთხვევით აალდა. ვინაიდან მილი უკვე მოხსნილი იყო, კარავი კვამლით წამებს შეივსებოდა. როდესაც ცეცხლის კონტროლის სცადეს, მათ რამდენიმე ხვრელი გააკეთეს კარვის ზედა ნაწილში, კვამლის გამოსაშვებად. რადგანაც ამან არ უშველა და სუნთქვა სულ უფრო გაძნელდა, მათ კარვის გვერდი გამოჭრეს და პანიკურ მდგომარეობაში გარეთ გამოცვიდნენ. ამ თეორიას კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება უჭერს მხარს. ჯგუფის რამდენიმე წევრს სხეულსა და ტანსაცმელზე დამწვრობის კვალი აღენიშნებოდა, რაც შეიძლება ყოფილიყო ხის ქვეშ დანთებული ცეცხლის ან გადახურული მეტალის ღუმელის შედეგი. ზოგიერთ პირის გარშემო სისხლი ჰქონდა. სისხლიანი ხველა კი კვამლის ჩასუნთქვის ერთ-ერთი სიმპტომია. ასევე არსებობს ფოტო, გადაღებული ინციდენტის წინა დღეს, სადაც ქურთუკი აშკარა დამწვარია. შესაძლოა ღუმელიდან გამოვარდნილმა ნაპერწკალმა მას ცეცხლი შემთხვევით წაუკიდა. ასე რომ ისინი გარეთ აღმოჩნდნენ და სწრაფად გააცნობიერეს, რა საშინაო მდგომარეობაში ჩაწვიდნენ. მინუს ტემპერატურაში, თავშესაფრის გარეშე, მსუბუქად ჩაცმულები, ქარბუქში, შუაღამეს, სრულიად უკაცრიელ ადგილას. შეიძლება ამ მომენტში ერთმა ან რამდენიმე მათგანმა მიიღო გადაწყვეტილება უახლოესი თავშესაფრისკენ ტყისკენ წასულიყვნენ. ეს გადაწყვეტილება მრავალი ფაქტორით შეიძლებოდა ყოფილიყო განპირობებული. კვამლის გამო კარავთან მიახლოება შეუძლებელი იყო. ან ეგონათ, რომ კარავს ცეცხლი ეკიდა. ზოგიერთი მათგანი ნასვამი იყო, რასაც შეეძლო ემოქმედა მათი გასჯის უნარსა და სიცივისადმი მგრძნობელობაზე. ზოგი ხეზიავი და შეშის მოსაკროვებლად, ხოლო ისინი, ვინც შედარებით უკეთ იყვნენ ჩაცმულნი, ტყის სიღრმეში შევიდნენ, ხიდან დაახლოებით 75 მეტრში. 4 მათგანმა მცირე ზვავი გამოიწვია, რამაც ისინი ხევის პირას გადაისრულა და დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლიდან ჩაცვლიდნენ. ვინაიდან ხევის ფსკერი ქვებითა და ყინულით იყო სავსე, მათ სასიკვდილო დაზიანებები მიიღეს. დარჩენილი 5 მოლაშქრიდან 3-მა კარვისკენ დაბრუნება გადაწყვიტა, ხოლო დანარჩენი 2 ნევნელა გაიყინა. ჯუდო ცეცხლთან.